არსებობენ პაციენტები, რომლებსაც მაგალითად ჩუნტირების ოპერაციების შემდეგ არ უხორცდებათ მკერდის ძვალი, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ ეს მკერდის ძვალზე ხდება ეს გაჭრა. მიზეზი რა არის, თქვათ იქ ხომ კორსეტი უნდა მოიხმარო, რატომ ხდება ხოლმე ისე, რომ ანუ ეს მკერდის ძვალი არ ხორცდება და პირველი პრობლემა არის ჭარბიწონა და მამაკაცები უმეტესწილად ჭარბიწონისაა. მეორე მთავარი პრობლემა არის დიაბეტი, 400 და 500 შაქარით ის ჭრილობა, რაც უნდა იდეალურად იყოს გაკერილი, ვერ შეხორცდება. ძაფი არ გაიწოვება, იმიტომ რომ ამ ხელა მაჩვენებლებზე გაწოვის და შეწოვის პროცესი დარღვეული. და ნუ მესამე უმთავრესი კიდე პოსტოპერაციული პერიოდში მოვლა. ეს პაციენტი მომადგა 170 კილო ვარო სარქველი გამომიცვალო. წადი მეთქი 1-30 კილო დაიკელი და არ არის ხა ურგენტი და სექტემბერში მოდი ხა. იმას რო გამოუცვლი. ამ ხე დიდი მუცელი რო აქვს და ის მუცელი რო მიაწვება წოლის დროს ფილტვებზე, სუნთქვაზე, ის სულზე ვერ დაწვება, გადაბრუნდება, გადმობრუნდება. ეხა იმის ძვალს მე რა შეახორცე